მოგესალმებით, ეს არის გადაცემის შეუსრულთავის სივრცე. გადაცემის წამყვანი დღეს მე ვიქნები ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი. ეს ჩემთვის პირველი გადაცემა არის და ცოტათი ნერვიულობ. მაგრამ იმედია, რომ კარგად ჩაიგდეს ეს გადაცემა. ძალიან აქტუალურ თემაზე გვექნება დღეს საუბარი. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოში მიმდინარე პროცესებზე, იმ რეორგანიზაციაზე, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღესდღეობით აჭარის ტელევიზიაში. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად ამ პროცესებში აქტიურად ჩართული მოქალაქეები და ამავე დროს ახალგაზრდა იურიდთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც გარედან აკვირდება ამ პროცესებს და ამავე დროს მრჩეველთა საბჭოს წევრი ქალბატონი ნატა იმედაშვილი და ბატონი გია ქარციოაძე, ახალგაზრდა იურიდთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის გამგეობის თავმჯდომარე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი რაც მიიღო აჭარის ტელევიზიამ, მაშინ დაიწყო რეორგანიზაცია, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს თანამშრომლების განთავისუფლება, ასევე ახალი თანამშრომლების მიღება, ხოლო დეკემბრის ბოლოს, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება და კონკურსი გამოაცხადა 4 ვაკანტურ თანამდებობაზე. ეს არის გენერალური პროდიუსერი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მთავარი რეჟისორი და ასევე ვაკანსია გამოცხადებული იქნა სამსახურის უფროსზე პროგრამების მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად მიმდინარეობს თუ რამდენად უნდა იქნეს სამართლიანად გამოცხადა ეს კონკურსი, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს კონკურსის გამოცხადების და შესრულების პირობები, სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრები და შევეცდებით, რომ ამ კითხვებზე გაიცეს პასუხი. ასევე შეგახსენეთ ინტერნეტ მაყურებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ დასვათ ინტერნეტის საშუალებით კითხვები და თქვენი პოზიციები გააფიქსიროთ Facebook-ის გვერდზე, ან Skype-ში მოგწეროთ. Skype-ის მისამართი არის press-cafe-ბათუმი. პროგრამა ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მხარდაჭერით და მისი დამფინანსებელი და გენერალური, ესე რომ ვთქვათ, განახორციელებელი არის ფონდი ნედი. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ სტუმრებთან და დავსვათ კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. ქალბატონ ნატა, თქვენ მოგმართოთ პირველი კითხვით. თქვენ როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრი, გთხოვთ შეგვიფასოთ, რამდენად აუცილებელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს რეორგანიზაციის დაწყება და რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ის პროცესები, რომელიც დღეს ტელევიზიაში მიმდინარეობს. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო ამ შეუსრულთავს სივრცეში, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სალაპარაკო, სათქმელი, მოგეხსენებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ინტერესი არასდროს არ ჩამცხრალა და ეს ინტერესი ჩემი აზრით უფრო გაძლიერდება, მით უმეტეს პროცესები ამას ყველაფერს აძლევს მნიშვნელობას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უნდა განხორციელებული იყო თუ არა საერთო რეორგანიზაცია, მე ვფიქრობ, რომ ეს კანონმდებლობითაც გვაქვს ჩვენ ამის უფლება მინიჭებული, რომ არხზე რეორგანიზაცია აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან პრინციპში არხი არ არსებობდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო ჩამოყალიბდა 25 დეკემბერს, ჩვენ რახან დარეგისტრირდა ეს ორგანიზაცია, ანუ ეს ორგანიზაცია სრულად ახალი მაუწყებელი დაიბადა აჭარაში, ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აჭარაში საზოგადოებრივი და სამოქალაქო სექტორის ძალისხმევამ და ძალიან დიდმა მუშაობამ განაპირობა ის, რომ აჭარას დღეს აქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგრამ ეხლა არის მეორე საკითხი, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და სწორედ ამ პროცესების განვითარებას თანმიმდევრია იმისა, ადეკვატური იქნება, როგორი იქნება თვითონ ეს ტელევიზია. იქნება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ უბრალოდ ეს იქნება სტატუს შეცვლილი იგივე ტელევიზია და რადიო, რომელიც აქამდე იყო საჯარო სამსახური. აქედან გამომდინარე არის ძალიან ბევრი კითხვა. ამ კითხვის დასმის საშუალება მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ კი მომეცემოდა და ამ კითხვას დაусმენდი, თქვათ აქვე მყოფ ტელევიზიის დირექტორს, ტელევიზიის და რადიოს დირექტორს, ახალ არჩეულ დირექტორს, თუმცა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დირექტორი თითქმის ერთი წელი იყო აჭარის ტელევიზიის და მთავრობის საკუთრებულ ტელევიზიის და რადიოს დირექტორი. რაც შეეხება მეორე კითხვას, მეორე ნაწილს კითხვისა, ეს არის ის, რომ რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს ეს რეორგანიზაცია და რამდენად გამჭვირვალე. მე რა თქმა უნდა ეს კითხვები არსებობს და ეს კითხვები არის აბსოლუტურად სამართლიანი. მე ვფიქრობ, რომ
ეს ჩემი შეხედულებით აბსოლუტურად სუბიექტური პასუხის გაძლევით ახლა ჩემი შეხედულებით ეს პროცესები არ არის გამჭვირვალე და არ არის არც სამართლიანი, ვინაიდან მგონია რომ იცით რა, თუ ჩვენ ზღვარზე გავივლით ახლა იმის სამართლიანობისა და მორალურობის, ანუ კანონმდებლობის შესაძლებელი არის სხვა მოცემულობა, მაგრამ ნორესფრივ არის ადამიანები, რომლებიც ამ ტელევიზიაში მუშაობდნენ, ასე ვთქვათ, ხო? თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს და იგივე რადიომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, შესაძლებელია ჩვენ, ანუ უბრალოდ ტელევიზიის დირექტორს გაეფორმებინა ხელშეკრულება ნებისმიერ თანამშრომელთან და შემდეგ, რა თქმა უნდა გამოცხადდეს კონკურსი. ჩვენ რეორგანიზაციის მოწინააღმდეგე დამირწმუნება და არც ერთი ადამიანი არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებას და მით უმეტეს, როცა მისი წინაპარი, ასე ვთქვათ, წყარებში ჩასვათ, იყო მთავრობის საკონცერტო ტელევიზია და რადიო. აქედან გამომდინარე რეორგანიზაციის მომხრე რა თქმა უნდა ვართ, მაგრამ ეს პროცესი რა თქმა უნდა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე და უფრო მეტად სამართლიანი. არ მგონია რომ რომელიმე ადამიანი იყოს მოწინააღმდეგე, თუ არა თქვა ამის მსურველი. შესაძლებელია სურვილი კონდეს თქვა ტელევიზიის დირექტორს რომ ის გააკეთოს ეგრე, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მე პირადად ვარ მომხრეს რომ კონკურსიც ჩატარებული იყო და მე პირადად ჩემი რეკომენდაცია იყო დირექტორის მისამართით ის რომ ეს კონკურსი ჩატარებული იყო უფრო ხანგრძლივ გამოცხადებული იყო ხანგრძლივი დროით, რა თქმა უნდა კომისია უნდა ყოფილიყო სპეციალიზირებული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ვთქვათ ჟურნალისტს გამოცდიან და ჟურნალისტის შერჩევაში მიიღებენ მონაწილეობას, არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ამაში არანაირი გამოცდილება არ აქვს. მე ვამბობდი რომ თქვა შეიძლება იგივე ჯიპა დავიხმაროთ ამ საქმეში, დავიხმაროთ ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ წლების განმავლობაში და აქვს ძალიან დიდი კომპეტენციები. მე არ ვიცი რა საპირებს ახლა ბატონის სასტუმრო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ბოლო ჯერ როცა მას მე შევხვდი, მისი წინადადება იყო და ის დარწმუნებით ამბობდა მხოლოდ იმას, რომ იქნებოდა თვითონ კომისიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ამას კანონი არ მოგზაურობს მას და შესაძლებელია იყოს კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ მე არ მგონია, რომ შეთანხმებულიყავით, რომ მის თანახმა იყო იმაზე, რომ სპეციალიზირებული კომისიის თავმჯდომარეები, კომისიის წევრები ყოფილიყავენ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადამიანებს ადამიანურ რესურსს ჩაუტარებენ კონკურსს. მადლობთ ნატა პასუხისთვის. თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი კონკურსის რეორგანიზაციის, მაგრამ თავარია როგორ ჩატარდება ეს კონკურსი. არა, მე თქვი ნათია, რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მე როგორც საბჭოს წევრმა და ჩემი სუბიექტური მოსაზრება გავაცანი დირექტორს სასტუმროს ეს მხარი არ იყო დაფარული თქვა და ეს არ იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო და შესაძლებელია ამას ოფიციალური რაღაცა ბექგრაუნდი არ ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ჩემს წინადადებას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ანუ ეს იყო რეკომენდაცია რჩეულთა საბჭოს წევრისგან. მე არ ვიცი რას ფიქრობენ სხვები, მე ვერ ვილაპარაკებ სხვების საკითხებზე და სხვების შეხედულებაზე. როგორც რჩეულთა საბჭოს წევრი, ამ შემთხვევაში ესე აფიქსირებ პოზიცია. ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდების ასოციაციის შეფასება, ანუ კონკურსი და რეორგანიზაცია თვლით რომ ეს რო თქვა საზოგადოება მიიჩნევს რომ აუცილებელი რომ ჩატარდეს, მაგრამ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესები იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. როგორ შეაფასებენ აქამდე როგორ ჩატარდა ეს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ის, რომ ეს ყველაფერი გაუმჯობესდეს და მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი. მისამებით ჩვენს მაყურებლებს შევახალწევს განსაკუთრებულისამოა. შეიძლება რომ ცოტა შორიდან დავიწყოთ და იმას პოზიციას გავაგზავნოთ, ის რომ ეს ახალშექმნილი სტრუქტურა, ეს ამ სტრუქტურა სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯება ისწრება ყოფილი ბიუჯეტიდან და ნებისმიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას ეს იქნება ხელფასს, სახელმწიფო თუ სხვა თემა აუცილებლად შეიძლება კონკურსი. მაგრამ მეორე საკითხია რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს კონკურსი და კონკურსი რამდენად შეესაბამება საზოგადოებრივ მაუწყებლის და ზოგადად მაუწყებლის პრინციპებს. თქვენი კითხვიდან საერთო შეფასება რა იქნება, უმეტესად რომ ეს კონკურსი რაღაც ახალი მოვლენას დასვენების დღეებში და კონკურსის შეფასება განსაცდელად არ გაუკეთებია, მაგრამ შეფასება იქნება აუცილებლად. რაც შეეხება პირადად ჩემს შეფასებებს,
სიმართლე გითხრათ, კონკურსის გამოცხადება და კრიტერიუმების დადგენა ისე რომ ჯერ არ არის საკონკურსო კომისია შექმნა შეიძლება არის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოანდეგეთკვათიანი მონაკვეთი იყო და მათ შორის შვილი და არაუქმედღე იყო ამ პერიოდში ვერ მოიპოვა დოკუმენტაცია. ვფიქრობ, რომ ეს ბოლომდე გამართული სიტუაცია ნამდვილად არა. ნორმალურ შემთხვევაში იქნება საკონკურსო კომისია, რომელიც ადგენს ზოგად კრიტერიუმებს, განსაზღვრავს კონკურსის ეტაპებს და ასე შემდეგ. დემოკრატიას აქვს მრავალი წახნაგი და ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკურსი ერთ წახნაგად მოყოფილება ვერ გაამართლებს სახელმწიფოს ამ ბიუჯეტის თანხების ხარჯვას. რაც შეეხება მეორე თემას, კონკრეტულად აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე კონკურსებს, კონკურსი, რომელიც ჩატარდა სამხურში, ზოგადად კონკურსი ყოველთვის კარგია, უტარდება, მაგრამ მე უსმენდი ტელევიზიის ხელმძღვანელს და იმ კონკურსში გამარჯვებულ ან სახელმწიფოს საკონსულტო დასახლებაში გამარჯვებულ კონკურსებს ანიჭებს პრიორიტეტს და აღმოჩნდება კონკურსოთ აქ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ფიქრობ, რომ ეს ბოლომდე გამართული სიტუაცია არ არის და მდგომარეობა და იმდენად კარგი. ახალი ორგანიზაციის შექმნის პირობებში და რაც ჩვენ ეს მოცულობა დღეს გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ყველა კონკურსანტი, მათ შორის მონიტორინგის სამსახური დაუნიშნავს საკმაოდ დიდი ფუნქცია აქვს, მაგრამ და თემის ყველა გადაცემაზე გააკეთოს, ანალიზი და სხვა გააკეთოს, უგულისხმობს ეს ადამიანი. თუ გავიზიარებთ ამ პათოს, ალბათ კონკურსი იქნება ფორმალობა. ჩემს ტელევიზიაში ვინებულზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამყარო ფიგურა დაინიშნა კონკურსს ტელევიზიაში. რაც შეეხება მეორე მხარეს, ვინ უნდა შეაფასოს ეს? მხოლოდ დირექტორი მე არ ამგონია, რომ მას კომპეტენცია იყოს, რაც არ უნდა განათლებული ადამიანი ვაღიარებთ, რაც არ უნდა განათლებული იყო, რომ იყოს კომპეტენცია შეაფასოს როგორც ჟურნალისტი, ასევე პროდიუსერი, ასევე ინჟინერი, ასევე მანქანა და ასე შემდეგ. ანუ კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში, რომ კონკრეტული სფეროების მიხედვით ყოფილიყო საკონკურსო კომისიაში წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ გვაქვს მოცემულობა მიიღავს კომისიაში და ეს მისი უფლება, დირექტორის უფლება ამ საკადროს აკეთებს თვითონარებულებს ტელევიზიაში. ანუ ამაზე ვერ ვსაუბრობთ მეც. მაგრამ ის რომ დღემდე ცნობილი არ არის, ვინ არიან კომისიის წევრები, ეს უკვე პრობლემა. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ ბრძანება დირექტორის, რომელმაც გამოაცხადა 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი და თავის თანამდებობაზე წოდებული ინსტრუქცია და მოთხოვნები, რომელიც ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საჭირო არის. კარგი იქნებოდა. პროცესი ორ ეტაპად შეიძლება რომ გამიხილოთ და შემდგომ ეტაპებში ასე ვთქვათ, თემაზეც რო გადავიდეთ. ანუ კონკურსი, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს კონკურსი და რამდენად გამჭრელი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ის თანამშრომლები და იგივე ვაკანტურ თანამდებობაზე ვინც იყო დაკავებული ის ჟურნალისტები, რამდენად სამართლიანად მოხდა მათი განთავისუფლება და ამავე დროს მიღებული იქნა ისეთი თქვენც აღნიშნეთ ისეთი თანამშრომლები, ჟურნალისტი, რომელიც თქვა კონკურსი ვერ გაიარა იგივე 2013 წელს ჩატარებულ კონკურსის შედეგების მიხედვით. მე აღნიშნე, რომ ის კონკურსი არ უნდა მიიღოს ხოლო რაც შეეხება გათავისუფლებას, ეს გათავისუფლება კანონია, ეს პერსონალის გათავისუფლებია, კანონია გათავისუფლება, ორგანიზაცია, სადაც ისინი მუშაობდნენ, ლიკვიდირებულია. გვაქვს ახალი მოცემულობა. პირობითად დაიბადა ახალი ბავშვი. და ახალი სტრუქტურა შეიქმნა. თუმცა ალბათ მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდა ეს ამ ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განთავისუფლებას დავიწყებდათ, ალბათ კარგი იქნება, რომ მოусვინოთ ირინა ხურუას, ყოფილი საინფორმაციო სამსახურის უფროსის ასე ვთქვათ, კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ შეიძლება რომ ვიმსჯელოთ იგივე ეს განთავისუფლების სამართლიანობაზე და ამავე დროს შემდგომ შეიძლება თუ მაქვს ამის საშუალება ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დღეს ირინა ხურუას ველაპარაკე და კითხე მას აქვს თუ არა მზად საკუთები, რომელიც უნდა შეიტანოს საკონკურსო კომისიაში და ის იღებს მონაწილეობას კონკურსში და აღმოჩნდა, რომ ირინა ჯერჯერობით ვერ მოახერხა ყველა საკუთის შეგროვება. სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი, ჩვენ ვიცით, რომ საახალწლო დღეებია, ჯერ წინა საახალწლო დღიანი პერიოდი და შემდეგ ეს არის დასვენების დღეები. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შემართება უნდა ქონოდა ადამიანს, რომ ეს მოეხერხებინა. ანუ არის ფაქტობრივად ერთი დღე აქვს უყოფილი, როცა ის შეძლებს ამ საკუთრების შეგროვებას. ეს არის ნონსენსი, ჩემი აზრით, ეს არის ფორს მაჟორული. ეს არის
და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არ იყო ამ ფორს-მეჟორული სიტუაციაში ჩაგდების თავის ჩაგდების არანაირი პირობა არ არსებობდა. არ ვიჩქარობდით ჩვენ ასე, არ გვეჩქარება. ჩვენს თავისუფლად შეგვეძლო, რომ 20-მდეც კი გადაგვეწია 20-მდე კერთვის ბოლომდე. ან შემდგომ რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ მიმართულებით შეიძლება შემდგომში ვისაუბროთ, ეხლა მოვუსმინეთ ირინას და შემდგომ გავაგრძელებთ საუბარი. Ostatecznie samo zawołam się z kadrami z Rumah sangat secara positif liquidity from sangat susah a politik da di خلاص از شدیری سویت کنید زرا کرد زمینه با از شدیری سویت کنید زمینه چه سبب است که ما از شدیری سویت کنیم خواهم داریم زمینشون داریم شده دیگه گفتن که خیلی از پریودی کنکورس هم داریم میشوام میکردیم چه چیزی زاویه نهایی سومت به اینفورماسیا اسپاسوس رو با مخونده کنزده بودم یخوان از ما رو به این پریودی هری خو بکنم از کسی خواهد می‌بینید نه این سوالشون خواهد چه می‌نویسید آموزشی არის ტელევიზიის თანამშრომელი ხარ, შესაბამისად არის ასოციაციური მომენტისა და მეორე გადაწყვეტილება რომ აღარ ვიდედი რა ტელევიზიაში, მაგრამ ეს სოციალური ფაქტი მოხდა სამში, როდესაც მივედი საუბრების მოსაწესრიგებლად საკონკურსო და თუმ თხოვა ძალიან დიდი მოგზაურობით არასწორი ხავი ტელევიზიაში, იმიტომ რომ განსაკუთრებით მათ ჰქონდათ ახალი სია თანამშრომელის და ამ სიაში არ ხავი მე და თან არის ისე რომ გამხილება ქონდა ხელმძღვანელობისგან რომ არავინ სიის გარეშე არ არის. ეს შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და თვალადებულია შეუძლებს ადამიანს უკვე ტელევიზიის თანაშრომელი არ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია ჩემთვის აქ არის პერსონებზე საუბარი და სახელს და გვარზე თუ კონკურსი შემდგენხო ის რომ ვერ დაწია ამ ადამიანმა კონკურსი და ეს კონკურსი არის ჩატარებული იმავე დირექტორს რომელიც ეხლა არის კვლავ სამწლის ვადით არჩეული, ჩვენთვის გაუგებარია მაშინ სად იყო მისთვის პრინციპული მნიშვნელობის ეს კონკურსი, როდესაც ჩაატარეს კონკურსი და დაიდო შედეგები, თუ ახლა როდესაც ამ კონკურსის შედეგების ანულირება თვითონ მოახდინა. ის მიღწევები, რაც ყოველთვის წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა საინფორმაციო სამსახურისთვის მდობის დაბრუნება, აუდიტორიის გაზრდა, медицинაში დაბრუნება თუ გადაშარებულად ჩამოთვლით ამას და სტანდარტების მუშაობა, ჟურნალისტიკის ეთიკის სტანდარტების მუშაობა, ეს ყველაფერი ჩვენი მიღწევა ამ გუნდთან ერთად. ამიტომ ვფიქრობ, თუ მოგეცემა შანსი, რომ გავაგრძელო, შევინარჩუნოთ ეს მეძრაობა და განმავითაროთ, შევეცდები, რა თქმა უნდა, საუკეთესო კომისიას, რომ კიდევ შევეცდებ ამ გუნდთან ერთად რაღაცას მივახცევთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კომენტარი იყო და დამოკიდებულება ირინასი. როგორც ჩაუთა საბჭოს წევრი კოორდინატორმა მაინტერესებს, რამდენად არის კოორდინირებული მუშაობა თქვენსა და იგივე აჭარის ტელევიზიის დირექტორს შორის, იგივე ამ სამართალმემკვიდრეობის კონტექსტში, თქვენს აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მოუწყობის გარდაქმნასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და იგივე ინდივიდუალურად ჟურნალისტი აკეთებული. იმიტომ რომ როგორც ფორს-მაჟორულად მოხდა იგივე ქალბატონ ირინასთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, ჩვენ ხედავთ, რომ ეგ ესევე დაუგებმოვად ხდება რაღაც კონკურსის გამოცხადების პროცესები. მე ვერ ვიტყვი, რომ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კოორდინირებულად არ მიმდინარეობს მუშაობა, ეს შემიძლია აბსოლუტურად დიდი სიტამამოდ გითხრათ მე თქვენ და ის რომ დღეს ტელევიზიაში პროცესი მიმდინარეობს და არც თუ ისე სახარბიელო, არც თუ ისე პოზიტიური, ეს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების ბრალია. ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჟურნალისტს, არ შეიძლება ადამიანს ვექცეოდეთ ესე, რომ ის შეუშვა ტელევიზიაში იმის გამო, რომ წინადღით გაუშვეს სამსახურიდან. და მან ვერ მოახერხოს თუნდაც ის რომ საბუთები შეებროს, იმიტომ რომ იმ ტელევიზიაში მუშაობდა და იმ ტელევიზიიდან უნდა წამოიღოს საბუთი და იმის დამადასტურებლად რომ ის მან გაატარა იქ რამდენიმე ხანი. თვითონ ის ფაქტი რომ აჭარის ტელევიზიამ რაც ირინამ აღნიშნა თავის კომენტარში იყო ის რომ აჭარის ტელევიზიამ მართლაც მოიპოვა ნდობა საზოგადოებაში და ამ ნდობის მოპოვებას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა იმ თითოეული ჟურნალისტისა, რომელიც იქ მუშაობდა და დიდი გარდაქმნა იყო ამისთვის საჭირო და დიდი ცვლილება უნდა მომხდარიყო
არა მხოლოდ იმაში ტექნოლოგიურად და სხვანაირად უნდა იმუშაოთ, არამედ უნდა მოხდარიყო მათი მენტალური ცვლილებაც ჩემი აზრით. და ეს მოხერხდა, რა თქმა უნდა, დასახვეწი არის ბევრი რამე, შესაძლოა არის და ამაში რა თქმა უნდა იგინაც მეთანხმება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გზაზე დგას ჟურნალისტიკა, ანუ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ გზას დაადგა, სწორ გზას დაადგა. და ის რომ კოორდინირებული მუშაობა თავისთავად ხადია რომ არ არის კოორდინირებული მუშაობა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად სხვა მოსაზრებაზე დგავ, სხვა ჩემი პოზიცია და აბსოლუტურად სხვა მოსაზრებაზე დგას ბატონის სასწაულოა. ჩაუთა საბჭოს იგივე დროებით დებულებით, რომელიც დღესდღეობით თქვენ ხელმძღვანელობით აჭარის ტელევიზია ხელმძღვანელობს, გააჩნია თუ არა რაიმე ბერკეთის რომ ამ პროცესებში რომ ჩაერიოს და რაღაც სწორი მიმართულებით წაიყვანოს. ზოგადად ის მრჩეველთა საბჭოს აქვს ძალიან მცირე ფუნქციები არ აქვს ძალიან დიდი, მას შეუძლია მხოლოდ ის რომ 3 წუთი აირჩიოს დირექტორი, ბიუჯეტზე მოისმინოს, აი ისივე იგივე სტრუქტურასთან დაკავშირებით. სტრუქტურა, რომელიც შემუშავდა აჭარის ტელევიზიაში, ტელევიზიის და რადიოსი, იყო საგულისხმო რამდენიმე ფაქტი, რომლის გამოც ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მოხდა რაღაც სხვადასხვაობა იყო ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ტელერადიო და ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა გაითვალისწინა ეს და მიიღო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. თუმცა ახლა ეს სტრუქტურასთან დაკავშირებით კიდე არის ბევრი რამ შესაძლებელი, იგივე როგორც დებულებაში, ჩვენ როგორც იცით, დროებითი დებულება მივიღეთ, იმიტომ რომ ექრობით ფორს-მაჟორული სიტუაცია იყო და სამეურვეო საბჭოს დროებით აუცილებლად უნდა დაემტკიცებინა ეს დებულებაც და მერე ბიუჯეტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოც არ არის შეკრებილი და ვერ მოხერხდა ამ შეკრება მათი. აქედან გამომდინარე ის სტრუქტურა, რომელიც დღეს აქვს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, არ არის სრულყოფილი, ეს არ არის სერიოზული ნამუშევარი, მე ჩემს მინუსადაც ვთვლი ამას, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო, რომ იქ ყოფილიყო უფრო მეტად შაშლილი სტრუქტურა წარმოდგენილი, თქვათ იგივე მაგალითად ვამბობ რაღაც საინფორმაციო აპარატო, საინფორმაციო სამსახურს რამდენი პროდიუსერი ჭირდებოდა, როგორი ამათი შრომითი აღწერილობა, რა ფუნქცია მოვალეობებია ჟურნალისტს, რამდენი ჟურნალისტი, რამდენი ოპერატორი, საჭირო იყო თუ არა მონტაჟი ამ შემთხვევაში, რა ფუნქცია იქნებოდა მონტაჟის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გასახო, ეს დეტალური გაწერა და ეს დეტალური აღწერა აუცილებლად ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმუშავოთ. მე პირადად ჩემს თავზე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამ შრომით აღწერილობაში და სტრუქტურის უფრო მეტად დეტალურ აღწერაში მე აუცილებლად შევერთვები და პირადად წარვადგენ დირექტორის. ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია, თუ რა შეიძლება რომ გავაუმჯობესოთ იგივე ამ მიმართულებით აჭარის ტელევიზიის სტრუქტურა და ჩაუთა საბჭოს ეფექტურობა, ამაზე შეიძლება ცოტათი მოგვიანებით რომ ვისაუბროთ. პარტნიორს რო დაუბრუნდეთ, ცოტათი მოწვა მგონი ჩვენს თემას. პირველ რიგში თუ შეგიძლიათ რომ შეგვიფასოთ აი ინეს კომენტარებზე რა შეიძლება რომ იყოს თქვენი ეს როდეთ პოზიცია და ამავე დროს ალბათ იცნობთ დროებით დებულებას რომელიც აქვს აჭარის ტელევიზიას და ამ კონტექსტში რა შეიძლება რომ გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, მე ფოტონის შემთხვევა შეიძლება ითქვას, შემთხვევა მის კათოლიციზმით სამსახურში ან ყოფნის სამსახურში თანამშრომელი არ შეუშვა. ძალიან ცუდი მომენტები და დარწმუნებული ვარ ის უარყოფითად აისახება შემდგომ ტელევიზიის განვითარებაზე და კონკრეტული პერსონების განვითარებაზე. ყველას ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა. რაღაც წესი უნდა იყოს მინიმალური, უნდა ხდებოდეს იქ ადამიანები მუშაობენ, სხვისი დაშვება, მაგრამ ორი დღის უკან პრაქტიკულად სამსახურიდან გამდებული ადამიანის სამსახურში არ შემოშობა და იმის ჩვენება რომ დღეს მისი დრო აქვს ყალებში, პრობლემის ნორმალური შემთხვევა არის. რაც შეეხება მრჩევლების პოზიციას, მრჩევლების ფუნქციონალურ დატვირთვას და რა შეუძლიათ მათ. საკმაოდ დიდი ფუნქცია აქვს, ერთს ვიტყვი და ალბათ განაწილებული იქნება ეს, მდუგლობას გამოუცხადებს მრჩევლების უმრავლესობა და ჩვეულებრივად დაკარგოს ხმოვანებები. დირექტორს ხორცს. რა თქმა უნდა, აქ ყოველდღიურ საქმიანობაში დირექტორთან ჩარევა ნამდვილად არ არის კარგი.
მაგრამ დროის რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება შრომა ისის შრომა გაანალიზოს რჩებელთა საბჭომ და შეაფასოს და ეს გამოხატოს ხმებში. ნორმალური პროცესია თუ ადამიანი დირექტორი თავს ერთხმის პოზიციას თუ წარმატებული ჟურნალისტები მას სამსახურში აჭირდება, რა თქმა უნდა, და შეიძლება თქმულებას და კარგი იქნება თუ ყველა მრჩეველი იქნება იმ პოზიციაზე, რა პოზიციას დღეს ქალბატონს აქვს. უნდა შეფასდეს აუცილებლად. რაც შეეხება დებულებას, აქ დებულება განსაკუთრებულად სათამაშოს. აქ არის კანონიც, რაც არის დეტალურად გაწერილი დირექტორის პასუხისმგებლობა მრჩეველთა საფრთხის წინაშე. დებულება ნამდვილად აპონურია საკმაოდ სამთოს გვერდზეა გაწერილი. ის ფუნქციები, რაც თანამდებობაზე ნატამ დაასახელა, შეიძლება ძირითადად გაიწეროს დებულებაში, მაგრამ შემდეგ უფრო ღრმა და უფრო დეტალური უნდა იყოს შინაგან წესში გაწერილი. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთებადია, მაგრამ შეიძლება არც ეს არ იყოს ერთად და ისე იყოს სტრუქტურა აწყობილი. ახლა საგულისხმო არის უშუალოდ დებულებაში, დირექტორის ფუნქციაში წარწერილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც შეიძლება იყოს, ეს არის იგივე სტრუქტურის და ანუ ისე რომ ვთქვათ თანამდებობების განსაზღვრას, იგივე პოლიტიკას, საკადრო პოლიტიკას ვინ განსაზღვრავს, უშუალოდ ამ დებულებაში ყოველთვის მე რაც გადავყევ, სტრუქტურის სამსახური არც ახსენებენ და ამ ჩვენთა საბჭომ ეს დებულება რომ ინტერპრეტაციები შემდეგ ჩაშლა იქნება სხვადასხვა წყარით. ალბათ საინტერესო არის უშუალოდ სოციალური ასპექტის იმ მიმდინარე პროცესებს, რომელიც ხდება ახალ ტელევიზიაში. ჩვენ თავისუფალ ჟურნალისტთა სახმა მოამზადა ინტერვიუ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებმა ინტერვიუ სოციოლოგიასთან. შეგვიძლია რომ ნახოთ ახლა ეს ინტერვიუ და შემდგომ უკვე განვაგრძელოთ როგორ შეიძლება რომ გამოჯობესდეს კონკურსის მიმდინარე პროცესები. Şimdi sasaklarımızın muharebası bir yer var. Sonra sasaklarımızın direktörü sıralamada bir şekilde Azerbaycan devletinin ağırlığı istemiştim. Bugün Türkiye'nin bilmesi rahatsızlığı uçağında bir şeylerle nasıl var diye bilmesi şeyleri de formu informasyonu sanaşıyoruz. Sanıyorum söylesem olsun sistemler. Trus bir yönetim istemişler. Associadas financiariamente se chega na cidade de Paulo, se eu
საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარის ტელევიზიის და რადიოს ჯერჯერობით ესწრება გადასცა და ამგვარი ჩამონათვალში ამოიღო მიზეზის გამო შენობა აჯანყების ტელევიზიის ბალანსი ძალიან ცუდია ჩემი აზრით მე ამას მეკავშირებით ვამს გაგონიცინა შეუშოვდეს პროფესიონალების ნებელები რომ ვიახსნით იმას რომ აჯანყების ტელევიზიის აშენდეს ახალი შენობა ამაში ფინანსურ მონაწილეობას მიიღებს აჯანყების მთავრობა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ხდება ამის დაფინანსება ჯერჯერობით მაგაზე მოსულს ვერ გაქცენ როგორც ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა უროს მუშაობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის ამდენივე კვლევის მიხედვით. ეხლა შეგიძლიათ თუ არა რაიმე ხელშეკრულებები გაყენებიდან უროსთან? მე მგონი ამის კონკურსში მონაწილეობის მიღება და ტელევიზიის შეცვლილება იმის ხო რაშია მიტოვა განმასწორდა იაგოს. იმას ძალიან კარგი სასტარტო სიტუაცია აქვს და ის წარმოდგენები რა თქმა უნდა იგი ამაში მონაწილეობდა, მაგრამ ვლადიმირ ზარბიეზერება ეს არის მასშტაბური ჟურნალისტების ვინც მუშაობენ, ეს არის ჩემი მოსახლეობას, ეს არის საერთოდ გარემოს ეკონომიკურ გარემოს მოსახლეობა, რაც აღშენების მერე შეიქმნა და სიტუაციაში დიდი ძალაუფლება გადაიდა არამაგულ აჯანყების ტელევიზიით, არამედ საქართველოს მასშტაბით როგორც ის ტელევიზიის განმავლობაში. ხელშეკრულებით ამგვარი ამოსულებელი პროდიუსერი რადგან მე შევხვდები საჭიროებს რომ ასე უფრო გამართულად იმუშავებს საინფორმაციო სამსახური. ეს თანამდებობა ტელევიზიაში არსებობდა აჯანყების ტელევიზიით და მე ეს თანამდებობა ავարտდი იყო გავაკეთებული როგორც ის განმავლობაში. ეს არის ინტერვიუ პატასოს სტუმრობასთან, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტის სახის მოხალისეება მოუწოდებს და მართლობა თავისუფალ ჟურნალისტის სახის მოხალისეებს ამისთვის და ჩვენთან გვაინტერესებს როგორც საბჭოს წევრის განმეორება და თქვენი პოზიცია რა იქნება და ამ საკითხის დაკავშირებით რომ პატასოსო აღნიშნავს. ის პასუხი უნდა მოგვესმინა რა თქმა უნდა დირექტორის პასუხი იყო ძალიან საინტერესო. მე კიდევ ერთხელ აღნიშნო და ვიტყვი რომ ძალიან კარგი იქნებოდა სოციალური ყოფილიყო შეუძლია სივრცეშიც, იმიტომ რომ მის პასუხი შეიძლება უფრო ვრცლად მოგვესმინა და მე არ ვამბობ იმას რომ სასწავლო თავი შეიძლება იმართოს რაღაცა, იმიტომ რომ ის არის დირექტორი და მას შეუძლია რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ვინაიდან ის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული ადამიანის წინაშე, არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ისინი, ვინც ამ პროდუქციას ქმნიან და ქმნიან და მომავალშიც უნდა შექმნან. მე მგონია რომ დირექტორმა ერთის მხრივ ის რომ ადრე როდესაც 2013 წელს კონკურსი ჩაატარა, მაშინაც იყო საზოგადოების მხრიდან ერთი ნაწილის მხრიდან პროტესტი იმის გამო, რომ კონკურსი ჩატარებული იყო თუ არა აჭარის ტელევიზიაში. და მაშინ დირექტორი ამბობდა, ხაზგასმით აღნიშნავდა იმას, რომ მომავალში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდებოდა აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ შემთხვევაში თუ კი ის იქნებოდა დირექტორი, კონკურსს აღარ ჩაატარებდა ჟურნალისტებისთვის. მე არ ვიცი მოუდინი არ ვიცი როგორ პროგნოზირება არ შემიძლია გავაკეთო, რა სიზანს ფაქტს ამომოვიდა ჩაატარეს თუ არა კონკურსი ჟურნალისტებისთვის სასწავლო, მაგრამ ეს თვალსაჩინო ჩანს ერთი სურათი. ის ადამიანები, რომელიც კონკურსმა ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ, ამის საწინააღმდეგო არაფერი არავის არ აქვს. პირიქით, მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ყველა ადამიანთან გააფორმოს ხელშეკრულება, ყველა ადამიანს გააცნოს პირობა, რომლის ირგვლივაც უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომლის ეს იქნებოდა სახელმძღვანელო, რომლითაც იმუშავებდნენ ეს ადამიანები დროებით აჭარის ტელევიზიაში და რადიოში. ხოლო შემდგომ, როდესაც კონკურსს გაივლიდნენ და ეს მოიცავდა დაახლოებით 6 თვიან პერიოდს, შემდეგ უკვე მათთან გაფორმდებოდა უკვე ხელშეკრულება 1 წლის ვადით, 2 წლის ტექნიკასთან ვიცით, თქვენ კანონმდებლობით არის 5 წლიანი ვადით ფორმდება ხელშეკრულება, ეს არის სხვა მონაცემი და სხვა არსებობა. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის დირექტორმა და რადიო დირექტორმა და მრჩეველთა საბჭომ უფრო მეტად უნდა დაუდგეს პური და უფრო მეტად უნდა იყოს მიყურადებული, რას ფიქრობს საზოგადოება.
რა გრძნობები აქვს მას, როგორ უყურებს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე რახან ეს საზოგადოებრივი და ქვია კიდევაც რომ ეს არის საზოგადოებრივი და იკვებება საზოგადოების მიცემული ფულით და ცხოვრობს საზოგადოებით, იმიტომ რომ მაყურებელი მისი არის თითოეული ადამიანი, შეიძლება იყოს თითოეული ადამიანი, აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ან უფრო მეტი საჯაროობა უნდა ქონდეს და უფრო მეტად უნდა გახსნას აქციებისკენ რომ აქეთკენ რომ ადამიანები უფრო მეტად იქნან ჩართული ამ პროცესებში. ეს საქმეა ჩემი აზრით, იცით, ეხლა ეს პიროვნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ეხლა თქვათ რესტორნის დირექტორმა შესაძლებელია გააკეთოს, მაგრამ როდესაც ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ხარ, იქ სხვა სიტუაცია, სხვა მოწმობა. ეს კითხვაც ამაში მდგომარეობს, აინტერესებს თქვენი შეფასება ხალხოდნადა და საიას იურისტის უფრო გამგეობის თავმჯდომარის გიგია შეფასება. უბრალოდ კითხვის შინაარსიდან გამომდინარე ესე შედა, როგორ ფიქრობთ თქვენ ან მაყურებელს აინტერესებს სოციოსტურვა იქცევას არასამართლიანად, ანუ სამართლიანად იქცევას სოციოსტურვა თუ არასამართლიანად. ეს კითხვა ესე კონკრეტულად. კარგი იქნება რომ გავხსენოთ ასეთუთ მეტად თქვენ აღნიშნეთ რომ საზოგადოებრივ უნდა იყოს ორიენტირებული, საზოგადოებრივ აუცილებლად. კი ბატონო გიხავთ. ამ ჯერ ის პრაქტიკა არ აქვს მუშაობს 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე რეალურად, მაგრამ ერთი ფაქტი შეიძლება მოკლე მონაკვეთში რომ ქალბატონის არ შეშვება სპეციალური სიის მიცემა და ყოფილი თანამშრომლების ოპერატორების გამახვილება და წვის კუთხით მითხრობის ძალიან ცუდი ესე. სხვა შეიძლება კონკურსის გამოცხადებას კონკურსო კომისიის არარსებობის პირობებში და ანუ კრიტერიუმებზე რაზე უნდა იფშილოს კონკურსო კომისია მას არ დაუდგენია და საკმაოდ რთული მომენტი იქნება. ანუ რაღაც არის, რომელიც ჯერ არ აუხსნება საზოგადოებისთვის თუ ახსნის საზოგადოებრივ როგორც პრობლემატონ თქვა ეს რესტორნის დირექტორი არის, საზოგადოებრივ მოწყობის დირექტორი ის, ჩვენი ტელევიზიის დირექტორია მის ხელფასს რევოლუციები ჩვენი საშემოსავლიდან განახილეთ თანხებიდან. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს მას. ეს უნდა ახსნას, რაც აქამდე გაკეთდა, რა იყო მიზეზები ასე გადაწყვეტილება მიიღო და თუნდაც ერთ ადამიანს გული ატკბო და დაიმალო, ასე უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივ მოწყობილობაში. თქვენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რა სისულვებით კონკრეტული რა ქმედებები არის საჭირო შემთხვევაში განხორციელდეს, რომ ეს პროცესი ზოგადად არა მარტო ამ შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სხვა адმინისტრაციულ მოსამართლებაში, თუნდაც სხვა მიმართულებაა, ხო? კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ მიგვებით საზოგადოების თანხით ჭირდება საკმაოდ ბევრი ახსნა და მithumetes მძიმე გადაწყვეტილებები ჭირდება საკმაოდ კარგი ახსნა იმპერფექტად საზოგადოებრივი მოწყობილის კონკრეტული ერთეულის ხელმძღვანელი ხარ, ადამიანი უფრო მეტი უნდა ესაუბრო საზოგადოებას. ან უკვე ყველანი ასე რომ აღნიშნოთ იგი კომენტარებიც იყო, რომ ეს პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, მაქსიმალურად სამართლის ჩარჩოებში მოქცეული და საჯარო. რაღაც პროცესებს ვეთანხმებით ის რომ რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს და კონკურსი უნდა ჩატარდეს, მაგრამ რაღაცები არ მოგწონს. რა არის კონკრეტული ნაბიჯები ქალბატონთა თქვენ მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რაც შეიძლება რომ გამოსწორდეს და იგივე თქვენ როგორც შეუთა საბჭოს წევრი გავუწევთ რეკომენდაციას და ჩაერთვით ამ პროცესებში, რომ ეს ხაროზე პრესეთ დღეს ჩვენ ხედავთ რომ აღარ იყო. ხო, ნათი აქვე აღნიშნა და როგორც დავიწყეთ თქვენ ეს გადაცემა და სასულისკენ მიდიოდა გზნობდა, მაგრამ გამოდარა იგივე სიტყვა. 25 დეკემბერს, როდესაც აჭარის საზოგადოებრივი მოწყობილობები ტელევიზია და რადიო ჩამოყალიბდა, მე არ ვიცი ახლა ფოიერვერკები არ დავინახავს ბათუმის ცაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო მართლა ძალიან დიდი ამბავი, ძალიან დიდი ზეიმი შეიძლება მოყოლოდა ამას. და ეს ისტორიული ნიშანდობლივი ფაქტი იყო. რა თქმა უნდა, ეხლა მოლოდინი იმისა, რომ ჩემ თავთანაც კი შეიძლება მქონდა ის მოლოდინი, რომ რაღაცა შეცდომები დამეშვა ამასთან დაკავშირებით. რაღაცა შეიძლება არასწორად გამიკეთებია, მაგრამ მე პირადად როგორც რჩეულთა რიგითის საბჭოს წევრი და როცა მოვიდი აი ამ საბჭოში დავიწყე მუშაობა და დავიწყე ჩემ აი ამ მუშაობა, თქვი ერთი რამ, რომ ყველა საკითხი და ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა პროცესი უნდა იყოს საჯარო. და იცით რა, როდესაც საჯაროა პროცესი და როდესაც გამჭვირვალე და როცა ამ პროცესში არის ჩართული რამდენიმე
ბევრი ადამიანი ის გეუბნება რეკომენდაციის, რჩევის, გულისტკივილი და ასე შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცას გეუბნება და გეხმარება ძალიან ბევრი ადამიანი იმაში, რომ პროცესი წარიმართოს ძალიან სწორად, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდა იმისა, რომ მიჩერებულია ძალიან ბევრი ადამიანი აყურებელი, ამავე დროს არის სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება. ხო, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ახალია, ახალ ჩამოყალიბებულია და მას ძალიან ბევრი მოლოდინითაც უყურებს და სკეპტიციზმისაც უყურებს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია რაღაცა გაიპაროს, შესაძლებელია რაღაცა ისე არ მოხდეს და ბევრი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას ამიტომ. მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად რაღაცა პროტესტი გამომითქვა, ძალიან ხშირად ბევრჯერ რაღაცა მithქობს მედიასთან დაკავშირებით, მაგრამ აი დღეს მაგალითად მე ვფიქრობ, რომ მედია საშუალება, რომელიც სკანდალით შეიძლება შეიქმნას, მას არ ექნება ძალიან დიდი ნდობა. ამიტომ ჩვენ თავიდან უნდა ავაცილოთ, რაც შეიძლება ამ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ძალიან დიდი მონაპოვარს ბევრი კითხვის ნიშანი. პროცესები უნდა წარიმართოს იმდენად სამართლიანად და იმდენად საჯაროდ, რომ კითხვა არ უნდა დაისვას რა ხდება, ზედმეტი კითხვა, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს გარდა იმისა, რომ კანონშია ბევრი რამ გაწერილი, გარდა იმისა, რომ დებულება არის, ამის გარდა უნდა შეიქმნას შინაგანი ნაწესი, უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრი რეკომენდაცია, უნდა არსებობდეს და სხვა ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება კიდე ძალიან დიდად უნდა დაგეხმაროს. აქედან გამომდინარე, ეს პირობები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ყველამ, რა თქმა უნდა, ხა მე ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ გამიჯნული ვარ რომელიღა ამ ორგანიზაციიდან, არა, პირიქით ჩართული ვარ პროცესებში. მინდა რომ ეს პროცესი იყოს რაც შეიძლება სამართლიანი და რაც შეიძლება გამჭვირვალე. ამ დღეების განმავლობაში სულ მქონდა მოლოდინი, რომ გამოსწორდება და დაიწყება ახალი თალღა ამ ტელევიზიაში. და იმედიანად მინდა ვიყო ძალიან და უნდა დავეხმაროს და გვეხმაროს ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, თქვენი შემართება და თქვენი ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ძალიან კარგი მაუწყებელი. მადლობთ. ბატონი, თქვენ როგორ რეკომენდაციას გაძლევთ და ზოგადად საზოგადოებრივ ორგანიზაციამ თქვენ ეს როგორ შეიძლება რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რომ ეს რასაც ხარვესებს ხედავთ, რომ ეს ხარვესები არ მოუყვათ, იმიტომ რომ ერთის მხრივ საზოგადოებრივ მაუწყებელი პასუხისმგებელია ამ პროცესებისადმი, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებაც გარკვეულწილად პასუხისმგებელია იმის, როგორ საზოგადოებრივ მაუწყებელს შექმნის. ზოგადად ჩვენი ჩართვა პროცესში შეიძლება იყოს ხალხოვანი იქნება. იმის მიერ პასუხისმგებლობა თანამდებობაზე ყოფნა ადამიანმა, ზოგადად რჩევა იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკმაოდ დიდი ფიქრის, ბევრი მშენობის, სხვადასხვა აზრის მოსმენის შემდეგ. და მე შევდივარ ყველასთან, მათ შორის ამჟამად დირექტორს ეთერის, საზოგადოებრივ მოწყობილების ტელევიზიის, რომ კონკრეტულად უძველეს სამსახურებს 1000 წლის განმავლობაში მიიღოს საკმაოდ ბევრი ფიქრის და სხვადასხვა აზრის მოსმენის შემდეგ. და ყოფილ თანამშრომლებს თუ ამჟამად თანამშრომლებთან ურთიერთობა საკმაოდ მნიშვნელოვანია მისთვის. საზოგადოებისთვისაც. მადლობთ. ეს იყო გადაცემა შეუწყუდავი სივრცე. გადაცემის სტუმრები გახდათ ახალგაზრდების ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბატონი გია ქარციოაძე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ მოწვეული მრჩეველთა საბჭოს წევრი ქალბატონი ნატაი მედაშვილი. გადაცემის ინიციატორი და წამყვანი გახდა ნათია აფხაზავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი. ასევე შეგახსენებთ, რომ გადაცემა მომზადდა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში. პროექტი ახალგაზრდები დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, რომლის ფინანსური მხარდაჭერი არის დემოკრატიის მხარდაჭერი ნაციონალური ფონდი ნედი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენს იმედს ვიტოვებთ, რომ აჭარის მაუწყებლობის შესახებ პროცესები უფრო გამჭვირვალე იქნება და ამ პროცესებში მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული. დიდი მადლობა. მადლობთ.